ვარ ბეატრისი რუმინსკი, 12 წლის. სწავლობ მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ფორტეპიანოს დაკვრა, სიმღერა, ხატვა, ცურვა, მეგობრებთან ერთად თამაში და გართობა. ასევე მიყვარს ფილმების ყურება. ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ მართვეში. მახსოვს პირველი დღე, როდესაც მართვეში მივედი. ჯერ მე და ბებო შევედით. მასწავლებლები გაესაუბრა და რომ მიცნო, იმიტომ რომ ადრე პირველ კლასში, როდესაც სხვა სკოლაში სწავლობდი, იქაც და რომ მასწავლიდა ცეკვას და მერე და რომ დაგვიბარა სხვა დღეს და იმ დღეს მივედი და ძალიან გახარებული ვიყავი პირველად ცეკვაზე რომ მივედი. ყავს 2 მასწავლებელი, დარო და დათო სირაბიძეები. დარო მასწავლებელი არის ძალიან ლამაზი, კეთილი, სამართლიანი და თბილი. დათო მასწავლებელიც ასევე ძალიან სამართლიანია, კეთილია, მხიარულია. ცეკვაში ყველაზე რთული არის მთიულურის დაბალი ჩაკრული და ყველაზე მარტივი არის რაჭულის ჩაკრულები. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ლეკური. საყვარელი ლეთი არის მთიულურის მაღალი ჩაკრული. ეს და მეორე მხარესაც ეს. ცეკვა მიყვარს ბავშვობიდან და მაქვს კარგი მონაცემები. უკვე მქონდა 3 კონცერტი და ყველაზე უფრო მომეწონა პირველი კონცერტი. იმიტომ რომ პირველად როდესაც გადიხარ სცენაზე ძალიან ნერვიულობ და მე უკვე სცენაზე რო გახვალ, მე აღარ გინდა გამოსვლა და პირველი შეგრძნებები დღემდე მომყვება. კონცერტზე ყველამ ნერვიულობს და როდესაც გვეშლება რამე, ეს არის ნერვიულობის მიზეზი. მეორე კონცერტი როცა გქონდა, ძალიან ბევრ შეეშალა. ნერვიულობის გახდება უმეტესად და ვიდეოც შევქმენით ჩაშლილების ვიდეოც გქონდა შექმნილი. მე რომ ახლა კარგი მოცეკვა ვიყო ძალიან კარგი, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი ალბათ საფრანგეთში, პარიზში. ბავშვობიდან ვცნობ პარიზში წასვლაზე. ზუსტად არ ვიცი კიდე რამდენი ხანი ვიცეკვებ, მაგრამ სულ მიყვარება ცეკვა. მე ასევე მიყვარს მუსიკა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვსწავლობ ფორტეპიანოზე დაკვრას. ჩემი მუსიკის მასწავლებელია რუსკა მესხიძე. ის არის ძალიან თბილი, კეთილი, შრომის მოყვარე და ძალიან კარგი მასწავლებელი. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა თითების დამახსოვრება, რომელნუცთან რომელი თითი უნდოდა. პიანინოს გარდა კიდევ მინდა უკრავდე გიტარაზე. ბავშვობიდან მგონია ფორტეპიანო ყველაზე კარგი ინსტრუმენტი და ამიტომაც გადავწყვიტე იქ შესვლა. მუსიკის ნიჭი მაქვს მამაჩემისგან და ბიძაჩემისგან, იმიტომ რომ ორივემ დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი მეგობრები მყავს იქ და მასწავლებლებიც. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნიკო ციმიკია, რადგან სულ იცი ის. ყველაზე ცელქი არის ნოე შუბითიძე. ყველაზე მშვიდი არის ელენე ბალაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ნანული დოლიძე. ჩვენი დამრიგებელი არის ძალიან თბილი, კეთილი, კარგი მასწავლებელია. სულ გვეფერება და პირველ სემესტრში ვისაც ცუდი ნიშნები ქონდა, ყველა მასწავლებლს ეუბნებოდა, რომ აუმაღლიოთ ბავშვებს ნიშნებიო. ჩვენ მხსნელი არის და ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი დამრიგებელი ყავს. რომ გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე ან ადვოკატი, ან იურისტი, მაგრამ ეს ზუსტად ჯერ არ ვიცი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი, ექთანი, კიდე ასევე ფოტოგრაფიც მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან ძალიან მაინტერესებს როგორი ვიქნები ამ ასაკში. გარეგნობითაც და ასევე ზოგადადაც. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ყველაზე ხშირად ვხატავ მზის ჩასვლებს ზღვაზე. ჩემთვის კომფორტული არის ფუნჯებით ხატვა. საყვარელი ფერებია ზურმუხტისფერი და ვარდისფერი. არ მიყვარს ღია ყვითელი ფერი, იმიტომ რომ თვალში უშნოდ გვხვდება. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და უკვე მაქვს დაახლოებით 10 ნახატი შეგროვა. ხატები არც გამიყიდი და არც გამიჩუქებიან. მაგრამ მე მიყვარს, როდესაც საჩუქრებს ვჩუქნიან. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ძაღლი. ჩემი ნახატების გაყიდვა მოვიდოო, მინიმალური ფასი იქნება 100 ლარი. მაქსიმალური ფასი იქნება 5 მილიონი ევრო. მინდა რომ ისე ვისწავლო ხატვა, რომ ყველა ნახატი აღირდეს 5 მილიონი ევრო. სახლში ცხოვრობთ მე, ბებია, დეიდაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი დეიდაშვილი. ჩემი დედიკო და მამიკო არიან წასულები ისრაელში და ძალიან მენატრებიან. მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ბებია არის ახალგაზრდა, ლამაზი, საუკეთესო, ძალიან თბილი და მხიარული. არის ძალიან კარგი დიასახლისი. ბებიას გაკეთებული საჭმელებიდან ყველაზე მეტად მომწონს პიცა. ჩემი აზრით მეც ვარ კარგი დონის დიასახლისი. ასე იმიტომ გონია, რომ სახლსაც ვალაგებ ზოგჯერ და საჭმელებსაც კარგს ვაკეთებ. ყველაზე კარგად გამომდის სალათების და პიცას გამოცხობა. დეიდა არის ძალიან ლამაზი, მხიარული და კეთილი. ჩემი მეორე დეიდა არის ძალიან მხიარული, მას ძალიან უყვარს ხატვა, როგორც მე და ერთად ვხატავთ ხოლმე. ბიძი არის ძალიან მხიარული და სულ კარგ ხასიათზე არის. მამიკო არის სიმპათიური, ძალიან კარგი, მხიარული და შრომის მოყვარე. დედიკო არის ძალიან ლამაზი, კეთილი და თბილი. ძალიან მიყვარს ჩემი დედიკო და მამიკო და ძალიან მენატრებიან. მიყვარს ცხოველები და სახლში გვყავდა კატა და 2 თუთიყუში. სამწუხაროდ ახლა არც ერთი აღარ მყავს. ცხოველებიდან განსაკუთრებით მიყვარს კატა. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა ყავდეს დათვი. მეორე ბიძი არ დაგვიხასიათებია, ხო? ორი თქვით, მაგრამ ჯერ დეიდას ქმარი თქვი და მეორე დეიდას არ გვითქვია. წესით მე და ბებია ცალკე
უნდა ცხოვრობ ბენზინში, მაგრამ ახლა პატარა ბავშვი რო არის, ერთად ცხოვრობთ მაგის გამო. ჩემი დეიდაშვილი არის 7 თვის და ქვია ამანდა. იგი არის ძალიან ცოქი და საყვარელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნი არის ჰარი პოტერი. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის სონიკ 3. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დედამიწაზე ყველა დაავადებას გავაქრობდი და ყველა იქნებოდა ჯანმრთელი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლო, სად ვიმოგზაურებდი და როდის? დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი 20-ე საუკუნის საქართველოში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი ქვეყნის დედოფალი იქნებოდა? მე მაგალითად ვიქნებოდი იტალიის დედოფალი. ბედნიერება არის, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ და მონტრებულ ადამიანს ეხუტები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.